მანან აქვს წერს, რომ ფიქრობ კოოპერატივები საქართველოს რეალობიდან გამომდინარე რთული იქნება, შეუძლებელი თუ არა და რა თქმა უნდა მანანას დავეთანხმები, რომ ის ცუდი გამოცდილება, რაც გვაქვს საბჭოთა პერიოდიდან, ეს არის კოლმეურნეობები, შესაძლოა კოოპერატივებიც ასოცირდებოდეს კოლმეურნეობებთან, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დასავლური პრაქტიკა და მათ შორის საფრანგეთი იქნება ეს ევროპის სხვა ქვეყანა თუ იაპონიაც დაახლოებით 25,000-იანი კოოპერატივები აქვთ, რაც ჩვენ შემთხვევაში ცოტა ისეთი უცხოა, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით მინიმუმ 5 წევრი უნდა იყოს და ის რომ 9 წევრამდე გაზრდილიყო, რომელიც ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა ეს იდეა და აქედან გამომდინარე ჩვენ შევცვალეთ კანონში და დავტოვეთ მხოლოდ სავალდებულოდ 5 წევრიანი კოოპერატივების, მინიმუმ 5 წევრიანი კოოპერატივების პრინციპი.